სცენაზე მოძრაობა მხოლოდ ცეკვით არ იწყება. მას წინ იდეა, ისტორია და წარმოსახვა უძღვის. სწორედ ამ კავშირის აღმოჩენას სცადეს დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომლებმაც ერთი საუკუნის წინ შექმნილ ბალეტს საკუთარი ინტერპრეტაცია შესძინეს. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამართული პროექტი „ცეკვა და კოსტუმი ცისფერი მატარებლის ახალი ინტერპრეტაციები“ სტუდენტებს გასული საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ საბალეტო დადგმას აცნობს. ბალეტის თეორიული ნაწილის გაცნობის შემდეგ სტუდენტებმა მიღებული ცოდნა საკუთარ შემოქმედებაში ასახეს და ინდივიდუალური ნამუშევრები შექმნეს. ამ საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში ახალი მიმართულება წამოვიწყა, ეს არის ცეკვა და კოსტიუმი. გადავწყვიტე მეჩვენებინა ცისფერი მატარებელი, ეს ბალეტი 1924 წელს დაიდგა პარიზში, ბრწყინვალე ხელოვანები მუშაობდნენ მასზე, ბრონისლავ ანიჟინსკა, ჟან კოქტო, დარიუს მიო, ანრი ლორანი, ქართველმა გიორგი პრინცმა შერვაშიძემ შექმნა პიკასოს გუაშით შესრულებული ნახატის მიხედვით სასცენო ფარდა. ეს არის საოცრად ნოვატორული ბალეტი. თავიდანვე გაჩნდა ასევე იდეა შემეთავაზებინა მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისთვის, შეექმნათ კოსტიუმები, ობიექტები, სხვადასხვა ინსტალაცია აი ამ ბალეტით შთაგონებულებს. თითქოს ისინი ყოფილიყვნენ დიზაინერები ამ ბალეტისა, რომლისთვისაც კოსტიუმები შექმნა ლეგენდარულმა კოკო შანელმა. საბედნიეროდ ასე ვთქვათ, ამყვა ნინო გალობლიშვილი, პროფესორი, კულტურის მკვლევარი, მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი და თავის სტუდენტებთან ერთად აი ასეთი შესანიშნავი გამოფენა მოაწყვეთ. ეს მიმართულება ჩვენი მოდის დიზაინის მიმართულება არის ერთ-ერთი საუკეთესო და ერთ-ერთი როგორ გითხრათ, ნიმუშის მომცემი, როგორ მუშაობენ პედაგოგები და როგორ მუშაობენ სტუდენტები. მათი შემოქმედებითი მუხტი ისეთი საინტერესოა, რომ ყოველთვის რაღაცას ახალს გვთავაზობს, არანაირი სტანდარტული ფორმატი არ არსებობს ხოლმე. თვითონ დიპლომებში და საკურსო ნამუშევრებში და დღევანდელი დღე ეს კიდევ ერთი, როგორ გითხრათ, ხაზგასმა იმისა, რომ ესეთი შემოქმედი ხალხია სამხატვრო აკადემიაში და ესეთი კარგი პედაგოგები ყავთ მათ. ლექციის შემდეგ თეორიული ცოდნა შემოქმედებით პროცესად გადაიქცა. მონაწილეებმა ცისფერი მატარებლის ისტორია, პერსონაჟები და განწყობა საკუთარი ხედვით გააცოცხლეს. თითოეული ნამუშევარი განსხვავებულ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა. ზოგისთვის მთავარი შთაგონება ფერი აღმოჩნდა, ზოგისთვის ფორმა, ზოგისთვის კი თავად მოძრაობა, რომელსაც კოსტიუმიც უნდა გამოხატავდეს. მე და ჩემმა კურსელებმა ბალეტი ცისფერი მატარებლის მიხედვით შევქმნით ჩვენი აპლიკაციები, დეკორაციები, ყველამ რაც ავირჩიეთ ის და ძალიან საინტერესო იყო ეს პროცესი და ეს პროექტიც, იმიტომ რომ ყველას სულ სხვადასხვა ინსპირაციები მოგვივიდა, ზოგმა გააკეთა ჩაცმულობა, ბალეტის ქვედაბოლოზე და მე გავაკეთე დაუშვათ კედლის აპლიკაცია, კედლის დეკორაცია და ჩემი ინსპირაცია იყო ქართველი მხატვარი ალექსანდრე შარვაშიძე. და როდესაც მის ნამუშევრებს გადავავლე თვალი, ბანკო ქონდა გამოყენებული ბევრ ნამუშევარში და გადავწყვიტე ბალეტი, ბალერინა, ბალეტის ჩაცმულობა, პუანტები გამომეყენებინა ამ ბანკოში და დამაგული ავარჩიე. დაუშვათ ლათინური დის-ნაცვლად გავაკეთე პუანტები. ისტორია ყოველთვის ერთია, თუმცა მისი დანახვა ინდივიდუალური. სწორედ ეს მრავალფეროვნება აისახა სტუდენტების ნამუშევრებში. ჩემი ნამუშევარი არის ბალეტის სილუეტი, თემატიკიდან გამომდინარე, მინდოდა რომ ცისფერი მატარებელი გამომეყენებინა, როგორც ფერებით, ბალეტი თვითონ არის ძალიან პოზიტიური განწყობის და გამოვიყენე მკვეთრი და ხიარული ფერები. მასალად, რაც აკადემიაში ხელთ მომხდა, ასე ვთქვათ, ისინი გამოვიყენე. მაგალითად, აი ამ ნაწილას არის ოპ-არტი, ანუ ოპტიკური ილუზია. ვეძებდი ეს სხვადასხვა მასალებს და ერთ-ერთ ოთახში ვიპოვე უბრალო მავთული, რომელიც დავგრიხე და მინდოდა ამაზე გამეკეთებინა რეალურად ეს ნაჭერი ზემოდან რომ დაეფარა, მაგრამ რომ მოვადე ძალიან მოუხდა და დავტოვე. მაგან მომცა ინსპირაცია, რომ ეს თავით გამომეყენებინა, რამაც საბოლოოდ შეკრა მთლიანი კომპოზიცია და ვფიქრობ, რომ ცისფერი მატარებლის განწყობა იგრძნობა. პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 18 ივლისის ჩათვლით გამოიფინება და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მიეცემათ სტუდენტების ხედვით გაცოცხლებულ ცისფერ მატარებელს გაეცნონ.